მე ვარ სანდრო სულმანიძე 11 წლის. ვსწავლობ მე-20 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 4 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. პირველი დღიდან ვთამაშობ ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ვესტ ჯორჯიაში მყავს ორი მწვრთნელი, ბაჩი მიქელაძე და ვაკო თევდორაძე. ორივე ძალიან მხიარული და მეგობრული მასწავლებელია. კარგად თამაშობენ ფეხბურთს და ძალიან უყვართ ბავშვები. ადრე ვიყავი გუნდის კაპიტანი და ახლა ვარ ვიცე-კაპიტანი. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მზად ვარ ისევ გავხდე კაპიტანი. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა კარის დაცვა. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ზუსტი პასი. მოსასწორებელი მაქვს ისრაფე და წონის კონტროლი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ვირჯილ ვან დაიკი. საყვარელი გუნდია პარი სენ-ჟერმენი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 4 ნომრით. ამ 4 წლის განმავლობაში იმდენი შეჯიბრება მქონდა ვეღარც ვითვლი. ერთი მატჩი დამახსოვრდა განსაკუთრებით კარგად. ფინალი იყო და 3-3 იყო და ბოლო გოლი შევაგდეთ და საერთოდ არ ჩაგვითვალა და შემდეგ პენალტების სერიაში წავაგეთ. ჩემი აზრით დაუმსახურებლად წავაგეთ, იმიტომ რომ უნდა ჩაითვალა ეს გოლი. ჩემი საუკეთესო მატჩი მგონია თურქეთში ანტალიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლა რო. დაცვაში ვიდექი კედელივით და პენალტების სერიაში მოვიგეთ. მე გადაწყვეტილი მაქვს გავხდე ფეხბურთელი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომედგენია. ჯერ დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ დინამო თბილისში. დინამო თბილისიდან ალბათ მიუხელნის ბაიერში და თამაში დავამთავრებ პარიზში. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 35 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ ვაპირებ რომ გავხდე მწვრთნელი. დიდი ალბათობით გავხსნი ბავშვთა საფეხბურთო სკოლას და დავარქმევ სანდროს აკადემიას. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი პოლიციელი. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ძალიან კარგი მასწავლებლები და კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია მჟავანაძე. ყველაზე ჭკვიანია ალექსი ადაძე. ყველაზე მშვიდია მარიამ ნაკაშიძე. ყველაზე ცელქია თემო ჭყონია. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. შეყვარებული იმიტომ რომ მყავს, რომ ჯერ არ მინდა. მეშინია საფეხბურთო კარიერაში არ შემიშალოს ხელი. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქვევ მარის და ალექსის. ჩემ ცოლს დავარქვევ ნინოს. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია მერი ხარვაში, რადგანაც არის ძალიან მეგობრული, მხიარული, არ ყვირის კარგახსნის გაკვეთილებს. ახლა მინდა რომ ვიყოთ 18 წლის, იმიტომ რომ უკვე ვიქნები პროფესიონალური ფეხბურთელი. თუ ყველაფერი კარგად აეწყო, გამომიძახებენ საქართველოს ნაკრებშიც. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი და დედა და მამა. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 12 წლის და ქვია ლიზი. ის არის ლამაზი, პრანჭია, მხიარული და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა დაუკითხავად შემოდის ჩემს ოთახში. ჩემი აზრით ლიზი რო გაიზრდება, გამოვა ფრენბურთელი. მამიკო არის ძალიან მხიარული, მეგობრული და სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი და საყვარელი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დღეს ვავითამაშებდი საქართველოს ნაკრებში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. დიდი ალბათობით 25 წლის რო გავხდები, ცოლთან ერთად წავალ პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რო შემეძლო, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ალბათ ვიმოგზაურებდი 25 საუკუნის ესპანეთში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და ოჯახთან ერთად დროის გატარება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.